ა 11-12 პირველი ამოცანა. ამოცანა მდგომარეობს შემდეგში. 2 კილომეტრის სიგრძის წრიულ გზაზე ერთი და იმავე მიმართულებით მოძრაობს 2 მოციგურავი, რომლებიც ერთმანეთს ყოველ 20 წუთის შემდეგ ხდებიან. იპოვეთ თითოეული მოციგურავის სიჩქარე, საჩი თუ პირველს შეუძლია წრეწირის გარბენა 1 წუთით უფრო ჩქარა მეორეზე. ვთქვათ, პირველი მოციგურავის სიჩქარეა x კილომეტრის საათში, ხოლო მეორე მოციგურავის სიჩქარეა y კილომეტრის საათში. პირველი 2 კილომეტრს გაივლის 2 გაყოფილი x საათში, ხოლო მეორე 2 კილომეტრს გაივლის 2 გაყოფილი y საათში. ამოცანის პირობის თანახმად პირველს შეუძლია წრეწირის გარბენა 1 წუთით უფრო ჩქარა მეორეზე. ესე იგი, პირველი წრეწირის გავლას ანდომებს 1 წუთით უფრო ნაკლებ დროს ვიდრე მეორე. ამიტომ ვადგენთ განტოლებას 2 გაყოფილი y მინუს 2 გაყოფილი x უდრის 1/60. 20 წუთი ესაა 1/13 საათი. პირველი 1/13 საათში გაივლის 1/13 x კილომეტრს, ხოლო მეორე სიჩქარა ჩვენი აღნიშნით y კილომეტრის საათი. ამიტომ 1/13 საათში გაივლის 1/13 y კილომეტრს. როცა მოძრაობა ხდება წრეწირზე ერთი და იმავე მიმართულებით, მაშინ შეხვედრიდან შეხვედრამდე ერთ-ერთი გადის წრეწირის სიგრძით მეტს მეორეზე. გამოდის, რომ რადგანაც პირველი სიჩქარე მეტია მეორის სიჩქარეზე, პირველი ერთი წრეწირის სიგრძით მეტს გაივლის მეორეზე. ამიტომ ვადგენთ განტოლებას 1/13 x მინუს 1/13 y უდრის 2. ამრიგად საბოლოოდ გვაქვს სისტემა 2 სფარდობა y-თან მინუს 2 სფარდობა x-თან უდრის 1/60. მეორე განტოლება 1/13 x მინუს 1/13 y უდრის 2. ამოხსნით მივიღებთ x უდრის 30 და y უდრის 24. ამრიგად პირველი მოციგურავის სიჩქარეა 30 კილომეტრი საათი, ხოლო მეორე სიჩქარეა 24 კილომეტრი საათი.